პატიმრის გარდაცვალების მეორე შემთხვევა გეგუთის ციხეში ამჯერად საპყრობილეში 25 წლის ბათუმელი ახალგაზრდა გარდაიცვალა. გიგა ფარტენაძე ყაჩაღობის ბრალდებით 2011 წელს დააპატიმრეს სასამართლოს გადაწყვეტილებას წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ მისი ოჯახის წევრები. მათ გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით ყოფილი და ახალი ხელისუფლების პირობებში არაერთ ინსტანციას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. გიგა ფარტენაძის გათავისუფლებას ჭიდაობის ფედერაციაც ითხოვდა, ის წარმატებული სპორტსმენი იყო. რა მოხდა გეგუთის ციხეში, ვრცლად ნინი ხარშილაძე მოგითხრობთ. გეგუთის ციხეში 25 წლის პატიმარი გიგა ფარტენაძე მოკლეს. სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით 2 საათსა და 30 წუთზე 6 ადგილიან საკანშისაც 5 მსჯავრდებული იმყოფებოდა. პატიმრებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები, რომლებიც სიტუაციას ადგილზე გაეცნენ, აცხადებენ, რომ დანაშაულის დეტალებს გამოძიება დაადგენს. სიტყვენ დაპირისპირება მსჯავრდებულებს შორის თავიანთი ცხოვრებელ საკანში, როგორც პირველად ინფორმაცია რაც გაგვაჩნია, რომელიც გადაიზარდა შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში და გარკვეული დაზიანებები აქვს მიყენებული გარდაცვალების შემდგომლად სახსნა თავის არეში. დაიწყო გამოძიება და ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტი დასკვნას სადაც. მომხდარის შესახებ ოჯახს დღეს დილით აცნობეს. გარდაცვლილი ახლობლები ამბობენ, რომ გუშინ საღამოს ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გიგას ესაუბრნენ. მაშინ მას ჯანმრთელობის პრობლემა ან ვინმესთან კონფლიქტი არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ გიგა პროფესიონალი მოჭიდავე იყო. იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ფიზიკური დაპირისპირების გამო ყაჩაღობის ბრალდებით 2011 წელს დააპატიმრეს და 16 წელი მიუსაჯეს. გუშინ გავგზავნეთ გზავნილი პერედაჩის სახით და მადლობა დარეკა, რომ მთელი ციხე გლოცავთ, თვითონ უმასპინძლებოდა იქაც ხვებს და დღეს დილით დამერეკენ, რომ პროჟექტორაშია და ჩამოაკითხეთ. აი რა მოხდა, არავინ არ იცის, თუმცა ამბობენ, რომ ღამე მიეპარეს ჩაინიკი, ჩაარტყეს. მე ვერ ძველ მთავრობაში ვერც ახალში ვერ ვნახე სამართალი. ჩემმა შვილმა თურქები გალახა, მიცეს 15 წელი და 6 თვე. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გეგუთის ციხეში მყოფი 1000 პატიმრიდან 800 ციხის ადმინისტრაციის უფროსის გადაყენებისა და პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შიმშილობდა. რამდენიმე მათგანმა თვით დაზიანებაც კი მიიყენა. ძალა რა მაგდედა რო ვილაპარაკო შიმშილია ხო საჭმელი არ ჩამოვდა სუსტებული ვარ ძალა არ ამაკო. მოვითხოვთ მშობლები ადმინისტრაციის გადაყენებას, ბებია ვინც არის კოლონიის უფროსი იმის გადადგომას, რათა ის ექცევა ძალიან ცუდად პატიმრებს. მოთხოვნების მიუხედავად სასჯელ აღსრულების სამინისტრომ გეგუთის ციხის ადმინისტრაციის წევრები არ გაათავისუფლა. პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში პატიმრების განცხადებები უმადურობად შეაფასა. გეგუთის მცირე ინციდენტს მიასწრებით. მე ვფიქრობ, როგორც მინიმუმ ეს არის ძალიან დიდი უმადურობა და უსამართლობა ამ პატიმრების მხრიდან გამოხატული ხელისუფლების მისამართით. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით 2014 წელს 2 პატიმარი გარდაიცვალა. ერთი შემთხვევა მძიმე დაავადებით იყო განპირობებული. მეორე შემთხვევაში კი გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. და რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. უფრო კონკრეტულად რას ითხოვენ გიგა ფარტენაძის ოჯახის წევრები, ჩვენი ჟურნალისტი თამილა ზოიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში საღამოს მშვიდობისა. თამილა, გთხოვ გაგვაცანი, რა არის მათი მოთხოვნა? დიახ, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები ძალადობაზე საუბრობენ, ისინი ფაქტზე პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებენ და აცხადებენ, რომ გიგა ფარტენაძე არა საკანში, არამედ საკნის გარეთ გარდაიცვალა. მას სხეულზე რამდენიმე სახის დაზიანება აღინიშნება და ოჯახის წევრები დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. სახალხო აპარატის წარმომადგენელი ქუთაისში წამების ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ გიგა ფარტენაძე საკანში გარდაიცვალა და მას დაზიანებები პატიმრებმა მიაყენეს. დიდი მადლობა თამილა. ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე წუთის წინ გიგა ფარტენაძის ოჯახის წევრებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს და გამოძიებას დეტალების გავრცელებას მოითხოვენ. განაგრძობთ გამოშვებას.